მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ საინტერესო ადამიანები. რამდენიმე დღის წინ პოეტს მწერალს ვახტანგ ჯავახაძეს 94 წელი შეუსრულდა. თუმცა მასთან ინტერვიუ ჩავწერე, ბატონი ვახტანგი 87 წლის იყო და ისე საინტერესოდ ისაუბრა ჩემთან ინტერვიუში, რომ ახლა ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე ვარ, არ ვიცი რა გამოვტოვო დღეს იმ საუბრიდან. ვახტანგ ჯავახაძემ კომუნისტური საქართველოდან პატიოსანი კაცის სახელი და ოროთახიანი ძალიან უბრალოდ გაწყობილი ბინა გამოიყოლა. მას უნიკალური გამოცდილება აქვს, რადგან გამომცემლობა საქართველოს მთავარი რედაქტორი იყო და ამიტომ მუდმივად უხდებოდა ურთიერთობა თავლითთან, ანუ ცენზორთან, ვის წინაშეც თავისი კოლეგების ინტერესებს იცავდა, ანუ იმ ადამიანების ინტერესებს, ვის წიგნებსაც გამოსცემდა ეს გამომცემლობა და მეორე მხრივ თავად იყო ავტორი, რომელიც არაერთხელ მოყოლილა აი ამ ცენზურის წნეხში. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში ადამიანების ავკარგი არ იმალება და მით უმეტეს ძალიან ბევრი რამ იცის ბატონმა ვახტანგმა, რომელიც თვითონ იყო უშუალოდ ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში და თან როგორც გითხარით, ესე ორი მხრიდან იყო ჩართული. და ამიტომ ბატონმა ვახტანგმა ძალიან კარგად იცის მაშინ მოღვაწე მწერლების და პოეტების სიმამაცის ამბებიც და შერცხვენის ამბებიც. მაგრამ უაღრესად თავშეკავებული ადამიანია და ამიტომ სამუდამოდ მადლობელი ვარ მისთვის, რაც გამიზიარა. სანამ თხრობას გავაგრძელებ, მანამ ტრადიციული თხოვნა მექნება თქვენთან, რომ გამოიწეროთ ციტატის არხი და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ბატონ ვახტანგს ვუთხარი, რაც უფრო ახლოს მოვედი თქვენ შემოქმედებასთან და თქვენს პიროვნებასთან ინტერვიუსთვის მზადების პროცესში, მით უფრო მეტი სიმამაცე დავინახე თქვენში მეთქი და გულწრფელად გაუკვირდა მეო სიმამაცეს ვეძახე, როცა რაღაც განსაკუთრებულს ჩაიდენს ადამიანი და ჩემთან დაკავშირებით ეს სიტყვა რამ გაგახსენათო და მაშინ ვთხოვე რამდენიმე ამბავი გაგვეხსენებინა, რომლებიც მას როგორც რედაქტორს გადახდა თავს. დავიწყებ იმით, რომ ვახტანგ ჯავახაძე იყო ანა კალანდაძის მესამე პოეტური კრებულის რედაქტორი. მანამდე ორი კრებული სხვებმა გამოსცეს და იმ კრებულებში იყო ქალბატონი ანას, ასე ვთქვათ, ორთქმავალი ლექსები. კრებულის ლექსების ნაწილი იყო ესეთი ორთქმავალი ლექსი, რომელიც იწერებოდა იმიტომ, რომ დანარჩენი ლექსები გაეტანა როგორღაც საჯაროდ. ეს იყო ლექსები პარტიაზე, ლენინზე და ასე შემდეგ და ამ მესამე კრებულშიც იყო ესეთი ორთქმავალი ლექსები, რომლებიც ბატონმა ვახტანგმა ამოიღო კრებულიდან და გვერდზე გადადო. და ქალბატონ ანას ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ მართლა უცნაური საქციელი იყო. ეს ხდებოდა 1959 წელს, როდესაც ეს სტალინური რეჟიმი ჯერ ბოლომდე მოტეხილი არ იყო და ბატონმა ვახტანგმა მერე მითხრა, რომ მეც ეხა მიკვირსო როგორ გავბედე, იმიტომ რომ გაეგოთო სულძოტა სამსახურს აუცილებლად დავკარგავდიო და მართლაც იყო მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯი ეს რაც ჩაიდინა. მერე აღმოჩნდა, რომ ძალიანაც კარგად გაუგიათ, რაც მოხდა ამ კრებულთან დაკავშირებით და აი რა მიამბო თვითონ ბატონ ვახტანგმა. ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ ბესო ჟღენტმა ანას უსაყვედურა, შენ ლენინი არ გიყვარს, მასზე ლექსები წიგნიდან ამოიღეო. ხო და ანა კალანდაძეს უთქვამს, რომ რედაქტორმა ამოიღო და არ უხსენებია ბატონ ვახტანგის სახელი. და იქვე ყოფილა გურამ ასათიანი და მას უთქვამს, რომ ბატონო ბესო, ანამო ლენინის ლექსებიო კი არ შეიტანა წიგნში, მაგრამ ლენინზე აზრი კი არ შეცვლიაო, წაეხმარა თავისებურად. და შემდეგ ბატონ ვახტანგი ამბობს, რომ ბესო ჟღენტმა მეტი ვეღარ იკადრა, რაც 1927 წელს იკადრა, ეტყობა 1967 წელს იმას ვეღარ იკადრებდა. მისი რედაქტორობის დროინდელი კიდევ ორი შემთხვევა გავახსენე ვახტანგ ჯავახაძეს. ერთი, როდესაც საგარეჯოს რაიონზე რომელიღაც ავტორი, არ ვიცი ვინ იყო ნამდვილად, წერდა წიგნს და ასეთი რამ ეწერა ამ წიგნში, მოვა დრო და მედეა მეზურიშვილის სურათს ქართველი ხალხი შუშანიკ დედოფლის და თამარ მეფის სურათების გვერდით დაკიდებსო. ხო და ბატონ ვახტანგს ავტორისთვის შეუთავაზებია, მოდი ეს ნაწყვეტი ამოვიღოთო და ავტორის დასთანხმებია.
მეორე შემთხვევა კი ეხება კანდიდ ჩარკვიანის მოგონებების წიგნს, რომელიც 1980-იან წლებში გამოიცა და აი რამს მიყვება ბატონ ვახტანგი. იმ წიგნში გალაქტიონ ტაბიძის შესახებ ეწერა. გალაქტიონის საზოგადოებრივ საქმიანობაში ვერ ჩავაბით. ლოთობდა და ორდენები დაკარგაო. მე ვთხოვე ბატონო კანდი, თუ შეიძლება ეს ფრაგმენტი ამოიღეთ მეთქი. თავიდან არ დამთანხმდა, გაჯიუტდა. მე მაინც ამოიღო და წიგნი რომ გამოვიდა, ასეთი წარწერით მაჩუქა. მადლობა თანამონაწილეობისთვის. ბატონო ვახტანგმა ისიც გამიმხილა ჩვენი საუბრის დროს, რომ შეცდა ეს ნაწილები რომ ამოაღებინა ავტორებს. ჯობდა მათი პოზიცია არ დაკარგულიყო. აი ასე ფიქრობდა უკვე გვიანებით. ვახტანგ ჯავახაძეს როგორც გამომცემლობის მთავარ რედაქტორს, რა თქმა უნდა, როგორც თქვი, მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა თავლიტთან, ესე იგი ცენზორთან, რომელიც წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებას იღებდა და ყოველ გამოცემულ წიგნს ჰქონდა წარწერა UE, ესე იგი უფლება ეძლევა. გამომცემლობა საქართველოს თავლიტი თვითონ ამ გამომცემლობის შენობაში იჯდა და ბატონ ვახტანგს როგორც მთავარ რედაქტორს, როგორც თვითონ თქვა, მასთან ჰქონდა საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა. ხა რას ნიშნავდა ეს ნორმალური ურთიერთობა? თუ წიგნის რაღაც ნაწილს თავლიტი არ ეთანხმებოდა, დაუძახებდა მთავარ რედაქტორს და ასე ვთქვათ, შინაურულად არ ყვევდნენ, როგორ მოევლოთ ამ პრობლემისთვის. და როგორც ბატონმა ვახტანგმა მითხრა, ზოგჯერ გვეთანხმებოდნენ და ზოგჯერ არ გვეთანხმებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ბატონ ვახტანგს არ ეხება, ყველა გამომცემლობას ეხებოდა ეს, რომ მუდმივად უწევდათ, ასე ვთქვათ, შინაურული გარჩევა ამ პრობლემური ნაწილის წიგნის. თავლიტები სადაო საკითხებს ხშირად წყვეტდნენ სუბიექტურად და ერთ გამომცემლობაში, რასაც არ გამოსცემდნენ, იმიტომ რომ თავლიც არ მოეწონებოდა, მეორე გამომცემლობაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა ის მასალა, რომ დაბეჭდილიყო და გამოქვეყნებულიყო. აი რას იხსენებს ვახტანგ ჯავახაძე, ციტატა: ასეთი შემთხვევა მაგონდება, ნათოფში ჩემი 10-მდე ლექსი იბეჭდებოდა. წავიკითხე კორექტურა. ჟურნალი რომ გამოვიდა, 2 ლექსი აკლდა. გამიკვირდა სიმონ ჩიქოვანი იყო რედაქტორი და ვკითხე ბატონ სიმონს. თავლიტმა ამოიღო, დამიძახეს და ვედავეო. მაგათ ისეთი ლაპარაკი იციან, რომ დაგაჯერებენ. დავუჯერე და ამოვიღეო. ეს მითხრა სიმონ ჩიქოვანმა. ის 2 ლექსი ლირიკული ლექსები იყო. მე სხვა წიგნებში დავბეჭდე უპრობლემოდ. ეხლა ამას იმიტომ გიყვებით ამ ფრაგმენტს ჩვენი ინტერვიუდან, რომ სწორი წარმოდგენა გქონდეთ, რამდენად აბსურდული იყო ზოგჯერ ამ თავლიტების საქმიანობა. კიდევ ერთ შემთხვევას გიამბობთ ცენზურასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა ვახტანგმა პირადად გადაიტანა, ეს უკვე უფრო სერიოზული ამბავი იყო. როდესაც ბატონ ვახტანგმა დაწერა წიგნი უცნობი, რომელშიც გალაქტიონ ტაბიძის შესახებ გვიამბობდა ნამდვილ, მაგრამ იმ დროისთვის დაფარულ ამბებს, თავისი მეგობრისთვის, ბესიკ ხარანაულისთვის მიუცია ეს ხელნაწერი და უთქვამთ, რომ ბესიკო რაღაც უცნაური წიგნი დავწერე და აბა ნახეო, წაიკითხეო. ერთი კვირა არ გამომეხმაურო და მე ერთი კვირის მერე ვკითხეო, რომ როგორ არის საქმე და მითხრაო, რომ წავიღეო ეს შენი წიგნი და არჩილ სულაკაურს ვაჩვენეო. მაშინ ნათობის რედაქციაში მუშაობდა ბატონ ბესიკი და არჩილ სულაკაური რედაქტორი იყო. ხო და მოეწონა ძალიანო და ვბეჭდავთო, რომ რა თქმა უნდა გამიხარდაო ბატონმა ვახტანგმა და აი ციტატა, პირველი ნაწილი რომ აერწყო, ბესიკმა დამირეკა. გაგვიჩერეს ჟურნალი, მასალები უნდა ამოვიღოთო. ნათობის ერთმა თანამშრომელმა მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის სახლში მიიტანა ამბავი, რომ იბეჭდება წიგნი, რომელშიც აღწერილია, როგორ მძიმე ცხოვრობდა გალაქტიონ და თავი როგორ მოიკლაო. და მაშინ ეს ფაქტი, რომ გალაქტიონმა თავი მოიკლა, დაახურული იყო, არ საჯაროდ ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ხო და იმ ყოფილმა თავმჯდომარემ ცეკაში მიიტანა ამბავი და ცეკადან დაურეკეს არჩილ სულაკაურს და უცნობის დაბეჭდა აუკრძალეს. რა მოხდა შემდეგ? 2 წელი იყო ამ პერიოდიდან გასული და რეზო ჭეიშვილი დაუნიშნავთ ჟურნალ განთიადის რედაქტორად ქუთაისში. ხო და რეზო ჭეიშვილს უთქვამს ბატონ ვახტანგისთვის, ზეთიო შენ წიგნი რო დაიწუნეს, ეს წიგნი მომეწონა და დავბეჭდო და
ბატონო ვახტანგმა მეუთხარიო რომ მოდი მაშინ შევამოკლოთ და ერთ ნომერში დავბეჭდოთ, იმიტომ რომ ეს რო გავყავთო, ისევ იგივე მოხდება, რაც აქამდე მოხდაო და მართლაც შევამოკლეთ და ერთ ნომერში დავბეჭდეთო და აი ასე გავაპარეთ ეს წიგნიო, მითხრა ბატონმა ვახტანგმა. 2020 წელს, როცა ინტერვიუ ჩავწერეთ, ეს წიგნი გალაქტიონისადმი მიძღვნილი წიგნი უცნობი უკვე 6 ჯერ იყო გამოცემული და მისი სრული ტირაჟი შეადგენდა 64,500 ეგზემპლარს. და ეხლა დღეისთვის უკვე მეშვიდე გამოცემაც არსებობს, რომელიც 1000 გვერდზე მეც მოიცავს და ყოველ გამოცემაში რაღაც ახალი ემატება, რასაც გალაქტიონ ტაბიძის არქივში პოულობს ვახტანგ ჯავახაძე და ამიტომ ეს ყოველი ახალი გამოცემა გამდიდრებულია ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტებით გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან. და ეს ფაქტი, რომ 7 ჯერ არის ეს წიგნი გამოცემული და ამხელა ტირაჟით, ნამდვილად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ადამიანებს აინტერესებთ გალაქტიონი ისეთი, როგორიც ის იყო სინამდვილეში. ვახტანგ ჯავახაძეს ვკითხე, ის რომ კომუნისტების რთულ დროში ქართველი მწერლების და პოეტების ნაწილი სინდისით ცხოვრობდა და ნაწილი სინდისის გარეშე, შემდეგ ახალ დროში რატომ არასდროს აღარ გადაფასებულა მეთქი და აი რა მითხრა. მწერალთა კავშირში კრება იყო და ბესოჟღენს არჩილ სულაკაურმა 1927 წელი გაახსენა. ბესოჟღენტი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, ახლა აქ მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა მაშინ და დამიპირისპირდეს ის ადამიანიო. არჩილ სულაკაურისგან არ მივიღებ დანამუსებასო. რა თქვა ამით? ის სიტუაცია იყო, რომ ყველა მეტნაკლებად ცოდავდაო. ასე ვთქვათ, რაღაცით თავი გაიმართლაო, ეს მითხრა ბატონმა ვახტანგმა. ახლა მინდა გიამბოთ ვახტანგ ჯავახაძის ეს ყველაზე ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ ლექსზე ელეგია ყელსაბამი, რომელიც მან თავის გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. მახსოვს, როცა პირადად მე ეს ლექსი, ზოგჯერ მინი პოემასაც ეძახიან, პირველად წავიკითხე, თვითონ ლექსმა ხო გამაოცა და შეუძლებელია რომ გაოცების გარეშე ეს ლექსი წაიკითხოს ადამიანმა და მე კიდევ არანაკლებ გამაოცა იმ ადამიანმა, რომელსაც შეეძლო რომ ამ ფორმით ასე ბრწყინვალე და ასე გულწრფელად გამოეხატა თავისი ძალიან ღრმა გრძნობა გარდაცვლილი მეუღლის მიმართ. და აი რა მიამბო ბატონმა ვახტანგმა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, ერთი თვის შემდეგ ლექსი მინდოდა დამეწერა, დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ეს პროცესი თითქმის 10 თვე გაგრძელდა და მე ვიფიქრე, ამ ხელა ლექს ვინ წაიკითხავს, მაგრამ არ შემეძლო გავჩერებულიყავი. ყველაზე ახლობელი ადამიანი დავკარგე, ვის გვერდითაც 48 წელი გავატარე. რომ დავამთავრე და წერტილი დავსვი, რაღაცნაირად შვებავი გრძენი, გულწრფელად გეტყვით. არ მეგონა რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. ციტატის დასასრული. ახლა თავს ვიკავებ, რომ ამ ლექსიდან თუნდაც ერთი ფრაგმენტი წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ბატონი ვახტანგის არ იყოს ამ ლექსის კითხვას რომ ვიწყებ, მეც ვეღარ ვიგებ, სად შეიძლება რომ გავჩერდე, მართლა ვეღარ ვჩერდები, სანამ ბოლოში არ გავალ. და თქვენ კი მინდა ნამდვილად მთელი გულით გირჩიოთ, რომ თუ არ გაქვთ წაკითხული ეს ელეგია ყელსაბამი ბატონი ვახტანგის ლექსი, აუცილებლად მოძებნოთ და წაიკითხოთ და თუ წაკითხული გაქვთ, კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, როგორი უშესანიშნავესი ადამიანია და როგორი პოეტია ბატონი ვახტანგ ჯავახაძე. ჩემი დიდი თაყვანისცემა მას. დღეს ამით დავასრულებ გადაცემას. მართლა ვწუხარ, რომ უფრო დაწვრილებით ვერ გიამბეთ ჩვენი ინტერვიუს შესახებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინტერვიუს ბმული, ამ ინტერვიუს სრული ვერსია ოდესმე ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის და მაშინ თქვენ წაიკითხავთ იმას, რაც მე დღეს გამოვტოვე. ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე და ტრადიციულ თხოვნას გიტოვებთ, გამოიწეროთ ციტატა და დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.